მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავთ გამტკიცების განრიგებს და გავიგებთ თუ როგორ მართავს ეს მექანიზმი ჩვენს ქცევას. გამტკიცების განრიგი არის წესი, რომელიც ზუსტად გვეუბნება თუ რა პირობები უნდა შეიქმნას გარემოში და როგორი უნდა იყოს რეაგირება, რომ ქცევის გამტკიცება მოხდეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პირობების ზუსტი აღწერა, ანუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ქცევა გამტკიცდეს. სულ ეს არის. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, უწყვეტი თუ წყვეტილი გამტკიცება. უწყვეტი გამტკიცების დროს სამიზნე ქცევა გამონაკლისის გარეშე ყოველ ჯერზე ჯილდოვდება. აი წარმოიდგინეთ მოსწავლე, რომელსაც ვასწავლით დასვენების მოთხოვნას. ყოველ ჯერზე, როცა ის სწორად იტყვი, შეიძლება დავისვენო? ჩვენ ვეუბნებით, კი, რა თქმა უნდა, და ვასვენებთ. მაგრამ რეალური ცხოვრება ყოველთვის ასე იდეალურად არ არის აწყობილი. ამიტომ საჭიროება ხდება წყვეტილი გამტკიცების. ეს ნიშნავს, რომ ქცევა ზოგჯერ გამტკიცდება, ზოგჯერ კი არა. განვიხილოთ 4 მთავარი ტერმინი. პირველი წვლილია ფიქსირებული და ცვალებადი. ფიქსირებული ნიშნავს ზუსტ მკაცრად დადგენილ რაოდენობას, რომელიც არ იცვლება. ცვალებადი კი საშუალო რაოდენობას ნიშნავს და იცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ ეს ორი ანტონიმია, ისინი არასოდეს არ ჯგუფდება ერთ განრიგში. ახლა მეორე საპირისპირო წყვილი ვნახოთ, პროპორცია და ინტერვალი. პროპორცია ყოველთვის ითვლის პასუხებს, ანუ ადამიანმა კონკრეტული ქმედება, ვთქვათ, 5 ჯერ უნდა შეასრულოს. ინტერვალი კი ყოველთვის არის დრო, რომელიც უნდა გავიდეს განმამტკიცებლის მისაღებად. ახლა განრიგის 4 ძირითადი ტიპი ავაწყოთ. გვაქვს ფიქსირებული პროპორცია, რაც ნიშნავს რეაქციების ზუსტ რაოდენობას, მის გვერდითაა ცვალებადი პროპორცია, ეს უკვე რეაქციების საშუალო რაოდენობაა. ახლა გადავინაცვლოთ დროზე, ფიქსირებული ინტერვალი არის ზუსტად დადგენილი ლოდინის დრო, ხოლო ცვალებადი ინტერვალი არის საშუალო დრო. სულ ეს არის. რეალურ ცხოვრებაში, ქცევის ჩარევის გეგმებში, ზუსტად ამ ინიციალებს წააწყდებით, რომლებსაც რიცხვი ახლავს. მაგალითად, თუ წერია VR5, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 5 რეაქცია გვჭირდება. მაგალითად, ყოველი 5 სწორი რეაქციის შემდეგ მიიღებს განმამტკიცებელს, მაგრამ, როდესაც საქმე ინტერვალს, ანუ IAS-ოს ეხება, აუცილებლად შეამოწმეთ დროის ერთეული. 5 შეიძლება იყოს 5 წამი, 5 წუთი, ან გქონდეთ 5 დღე. ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება მთელი თქვენი გეგმა თავდაყირად აყენოს. ახლა განვიხილოთ პრაქტიკაში ამ განრიგების დადებითი და უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ ფიქსირებული პროპორციით. თუ სწრაფი მუშაობის ტემპი გჭირდებათ, ეს განრიგი გამოგადგებათ, მაგრამ მას აქვს ერთი მინუსი. ამას გამტკიცების შემდგომი პაუზა ჰქვია. როგორც კი ადამიანი ჯილდოს იღებს, ამბობს, ახლა თავიდან უნდა დავიწყო ამდენივეს კეთება და აკეთებს პაუზას. რაც უფრო დიდია მოთხოვნა, მით უფრო იწელება ეს შესვენებაც. აი ცვალებადი განრიგების დროს, როდის მიიღებს ადამიანი განმამტკიცებელს, არ იცის, სიურპრიზია. რადგან მოსწავლემ არ იცის ზუსტად როდის მიიღებს ჯილდოს, იქნებ შემდეგივე მცდელობაზე, ის საერთოდ არ ჩერდება. მივიღებთ სტაბილურ მუდმივ რეაქციებს პაუზების გარეშე, რადგან ყოველი ახალი მოქმედება შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ინტერვალებს, ფიქსირებული ინტერვალი ქმნის ეგრეთ წოდებულ ტალღის ეფექტს. ეს შესაბამისი განრიგია კლასში აქტივობისთვის, სადაც გვინდა რომ ბავშვმა გაკვეთილზე პერიოდულად ასწიოს ხელი, მაგრამ თუ ჩვენ მშვიდი, ნელი და სტაბილური ტემპი გვჭირდება, მაგალითად გვინდა ადამიანს ვაჩვენოთ თუ როგორ დაღეჭოს საჭმელი ნელა ლუკმებს შორის შესვენებებით, აქ უკვე ცვალებადი ინტერვალია საჭირო. ის აჩქარების გარეშე მუდმივ და მშვიდ რიტმს უზრუნველყოფს. და ბოლოს შევაჯამოთ, ფიქსირებული პროპორცია FR, ეს არის პასუხების ზუსტი რაოდენობა, ცვალებადი პროპორცია VR, პასუხების საშუალო რაოდენობა არის, ფიქსირებული ინტერვალი FI, ზუსტად დადგენილი დრო და ცვალებადი ინტერვალი VI, ეს ნიშნავს საშუალო დროს. მინდა დაფიქრდეთ, რომელი განრიგი მართავს თქვენს პირად ყოველდღიურ ქცევას. როცა საათობით სკროლავთ სოციალურ ქსელს იმ ერთი საინტერესო პოსტის მოლოდინში, ეს რომელი განრიგია, ცვალებადი თუ ფიქსირებული? ან როცა ზუსტად იცით თვის რომელ რიცხვში ჩაგერიცხებათ ხელფასი, ეს რომელი განრიგია? დააკვირდით თქვენ ჩვევებს და გამოიყენეთ ეს ცოდნა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით ამ იმოხილვაში. იმედია ყველაფერი ნათელი გახდა გამტკიცების განრიგების შესახებ. დროებით.